ივერონის მონასტერი 2026 წლის 23 მაისი. 13 წევრისგან შემდგარი ჯგუფი იემართება საუკუნოვანი ქრისტიანული მთის მოსანახულებლად. საუკუნოვანი ისტორია იშლება ჩემს თვალწინ ივერონის მონასტერი. საში შეიძლება იყოს რაღაც ქვეწარმავლები. გურში ასევე მოვინახულეთ მეტეორას კომპლექსი და პაისი ათონელის საფლავი. პანტელეიმონის მონასტერიც მოვილოცით. ცალკე ჟუშანის უცხოიცე. დიოს გადაგიწევთ. ისე რას? ერთი წუთი. ჩვენ ვართ ახლა ქუთაისის აეროპორტში და დღეს გვაქვს ტური. ვიდივართ 3 დღით საბერძნეთში, ერთი დღე ათონი, ერთი დღე მეტეორა და სალონიკი. და ესეთი ტური გვაქვს და ვნახოთ როგორი ტური გამოგვივა ჩვენ. გადაიდო ფრენა ჩვენი 2 საათით და ცოტა წავიხალისეთ თავი ბიჭებმა და ახლა ცოტა გავერთით რა, გავულიეთ კონიაკი, ასე შემდეგ. ვაზიცემები რა არის? ალაოსემლები. თუ ისე ვერ გავფრინდებით ასე მაინც ვერ გავფრინდით. ძალიან სუქანი კაცი, ლაშოვით დარბოცო. დასუსტი. იგი კიდენ ძოედგა მე. მეტრი გვაქვს დისტანცია რომ დაგიჭირდეს. აუთვერე არ მინდა გვე გაუთვერე ყველაფერს. მოდი აუმარის მასთან გადავიღეს. სიცოცხლეს აულოცავ სანამ ველოდები თვითმფრინავს აულოცოთ სიცოცხლე. როგორ გვეღირსა 2 საათის ლოდინის შემდეგ. მანქანის საკიებლად მივდივარ სადღაც უკასელ ადგილზე მოკლედ. საფუანო ბინია გიორგი მოვედით ახლა ჩვენ ახლა ვქირაო ჯორჯის. 3 მანქანა უნდა ვქირაო. ხამის 12 საათის ყივა და მაგარი გამილებულოთ და აქედან წავიდეთ ურანოპოლისში, საიდანაც გადის გემები. ნახოთ რა ტური გამოგვივა ღვთისმშობლობით. მეუბნება ახლა This is a dragons. რამოდენიმე საათიანი ლუდინის შემდეგ ვივიღეთ ვიზა. ათონზე შესასვლელად პილიგრიმისთვის საჭიროა ვიზა, ეგრეთ წოდებული დიამონიტირიო, რომელიც კეთდება ქალაქ ურანოპოლისში, საიდანაც გადის გემები ათონის მთისკენ. ახლა გადავედით ათონის მთაზე, პირველი ჩვენი ლოკაცია იქნება ივერონის მონასტერი. შემდეგ უკვე დავრჩებით ქსენოფონტეს მონასტერში. ანუ ეს თუ ტოხი არის, მაშინ ქსენოფონტიდან მოსასვლელი უნდა დავრჩით. ციკო. ის აერთიანებს 20 მონასტერს, თავიანთ სკიტებს და კელიებს, რომლებიც დაკავშირებულია მათთან. მათში განთავსებულია დაახლოებით 2000 მართლმადიდებელი ბერძენი, რუმინელი, ბულგარელი, სერბი და მათ შორის ძალიან ცოტა ქართველი. ბერი. ესე იგი მესამე გაჩერება არის რუსული მონასტერი პანტელეიმონის და უკვე შევვალთ პორტში. ადმინისტრაციული ცენტრი მდებარეობს კარიესში, რომელიც მიიჩნევა ათონის დედაქალაქად. ჩვენი ჯგუფი ჩამოვიდა ახლა კარიეში. აქედან უკვე ივერონის მონასტერში წავალთ. ყველა წუთი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, იმიტომ რომ ერთი დღით ვართ რა ჩამოსული. მაღაზიაში შემოვედით. ხოცა როგორი საკრავია. ეს რა არის? რას ხედავ ჩემი თვალები ეს რა არის? ივერონის დიდებული მონასტერი.
თავისი დიდებული ისტორიით, საუკუნოვანი ისტორია იშლება ჩემს თვალწინ ივერონის მონასტერი. წმინდათა მონასტერი, ძველი ქართველების. ქართველთა მონასტერი, ივერონი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტერი. ათონზე. ქართული კულტურის საგანმანათლებლო ცენტრი. გარდამოსების თანახმად იგი დაარსებულია 993 წლებში. იოანე მთაწმინდელისა და ღირსი მამისა იოანე თორნიკე ჩორდვანელის მიერ. სამწუხაროდ დღეს არც ისეთი ქართველი ბერი არ მოღვაწეობს სავანეში. ერთხელ მე-11 საუკუნის დამდეგ დიდ მარხვაში ივერთა მონასტრის ბერებმა იხილეს ზღვაზე აღმართული ნათლის სვეტი, რომელიც ბრწყინავდა ღამის წყდიაჩი და არ ქრებოდა დღის შუქზე. ნათელი მოდიოდა ზღვის ტალღებს მდგომი. ბერები ეცადნენ მიახლოებას მასთან, მაგრამ სიწმინდე განეშორა მათ და მისი ნათელი იხილეს ჰორიზონტზე, სადაც ზღვა უერთდება ცას. იმხნად ივერთა სავანის მიდამოებში მიუვალ მთაზე განმარტოებულ სენაკში კაცთა მზერას მოშორებული ღმრთის სათნო ღვაწლში ატარებდა განდეგილ ცხოვრებას ღირსი გაბრიელი, ტომით ქართველი. ზეციური ნათლით შემოსული ღვთისმშობელი ძილში გამოეცხადა ღირს გაბრიელი, რომელიც თავისი სენაკის სიმაღლიდან ყურეტდა ზღვით მოგდანებულ პატიოსან ხატს. ღმრთის დედისა და უთხრა აუწყა, რომ მხოლოდ მას შეეძლო მიახლოება მასთან. წმინდა ბერმა ამ ხილვის შემდეგ წინა მძღვარს გამოუცხადა თავისი ხილვა. მეორე დღეს კანთიაძე ივერთა მონასტრის მამები გალობით, საკმეველის კმევითა და ლიტანიობით გამოვიდნენ ნაპირზე. გაბრიელმა ილოცა ღვთისმშობელისადმი, მერე ფეხი შედგა ზღვის ტალღებზე, როგორც პეტრემ გალილეის ზღვაზე, საკვირველად განოლო წყალი, როგორც ხმელეთი და ხელში აიღო ფასდაუდებელი საუნჯე. ბერები პარაკლისებს უხდიდნენ ზეციურ დედოფალს. მონასტრებში არ წყდებოდა ფსალმუნთა კითხვა, დადგა ვნების შვიდეული. თელმა წმინდა მთამ გლოვის ძაძები შეიმოსა უკლები, ყველა ბერი ინანიებდა თავის სოდვებს. მონასტრის წინამძღვრებიც, წლებით მანძილზე დაყუდებული მამებიც და წუთის სოფლიდან ახლად მოსული მორჩილებით. ხა ჩვენ ვართ წარმოვიდგინეთ 1000 წლოვანი ისტორია ცოცხლდება რა. ეს ასასაული ადგილი რო ენით ვერ აღწერა, ისეთი არის. მარტო გული ხდება ესეთი ადგილი და სული ხდება. მე დეუნებ კიდე ჩამოვიდა და მეორე ქართველმა ჩამოვიდეს. ივერონის მონასტრის ეზოში სეირნობდა. მონასტერი არის მესამე იერარქიით. მე-19 საუკუნეში ბერძნებმა საბოლოოდ აიღეს სრულიად კონტროლი ქართველთა მონასტერზე. განდევნეს ქართველი ბერები და 1866 წელს ტაძრის ქართული წარწერებიც კი ბერძნულად შეცვალეს. საბოლოო ჯამში მონასტრის მართვა იურიდიულად ბერძნულმა მხარემ გადაიბარა, ხოლო უკანასკნელი ქართველი ბერი ათონის ივერთა მონასტერში 1955 წელს გარდაიცვალა. ხა მივდივართ რა, ხა მივდივართ. აი წმინდა წყაროსკენ, სადაც აი წმინდა წყალი ამოხეთქა რა. ღვთისმშობლის ხატის გამობრძანების დროს. ხა მერე მაცხერა რომ მადლი ნახევარ და საქართველოში წავიდა აქაურობში. აი აქ შევიდა გავლენები და ამადლივად გამოვძანა და მაშინ გამოხეთქა. ქსენოფონტეს მონასტერი, რომელიც დაარსებულია ბერი ქსენოფონტეს მიერ მე-10 საუკუნეში. ახლობთ რა ისი არის გადამოცემა. ბერძნული მონასტერია სხვათა შორის და ძალიან დიდი. ახლავე მონასტრის კარიბჭე. ასეთი შემოსასვლელი აქვს, რა სიმშვიდეა. ბიჭებო, როგორ ახართ ბიჭებო? ივერონის მონასტერიდან წამოვედით და აქ უნდა დავუჩეთ
დღეს საღამოს დავესწრებთ ლოცვას, შემდეგ ხვალწლი ვარ, მინდა რომ გადავიღო შენით ხატი თუ იქნება. უძველესი ფრესკებია. საულია რა. რა ლამაზი ტაძარი არის. ცალკევა ეზოში გამოსული ლოცვა იწყება. ან მაგარი ადგილი არა. ქსენოფონტეში მდებარე ტაძარი ყველაზე დიდია ათონის მთის ტაძრებს შორის. ვიდეოს გადაგიტანს, ისი რას? ერთი წუთით ეხა გამოწვი ხელი. ახლა მაგარი კაცი ხარ ეხა. შენის მაგაცი გახსოვს. უდამ და მარად გულში ყავს ესე მასე გამოდის. ახლა შევდივართ ტრაპეზზე წირვის შემდეგ. იჭებო, ეს ვიტყვი თუ შეგვიძლია რა. ღმერთს მადლობა დამ ტურისტის რა. ეხა მადლობა ღმერთს მოგაფუძნოს მართლა ესეთი წმინდა გზებით და აღარ ჩუბ. მენაში ვარ კონკურენტი ხარ. სულიერიზმე კონკურენტი ვარ რა. შენ ხარ სოსო და მე ვარ შეიძლება და მეშია კაკო. შემოვიდა კონკურენტი. ახლა ყურე ქსენოფონტეს მონასტერი უცებ მითხარი რომ ჩავსვამ ვიდეოში. ქსენოფონტეს მონასტერი აშენდა მე-10 კარგად იმახსოვრე, მე ვერ იმახსოვრე. მე-10 საუკუნეში არის აშენებული 998 წელს წმინდა ქსენოფონტემ ააშენა, სწორედ მაგიტომ არის მისი სახელობა. ეს ახალი ტაძარი იყო თუ ეს ველია? ეს არის ახალი ტაძარი 18 საუკუნეში აშენებული. და წინ თუ შეამოვნებ კამერას, წინ ის არის მე-10 საუკუნის. თავიდან მონასტერი იყო დიმიტრი თესალონიკელის სახელობის და მე ბერებს ხოლმე რა მოცხადება, რომ დიმიტრი თესალონიკელმა წმინდა გიორგის გადააბარა გასაღები და უთხრა რომ დღეიდან შენიქნები მონასტრის წინამძღვარიო და ამის შემდეგ მონასტერი არის წმინდა გიორგის სახელობის. სულ სერიოზული საერთოდ შეიძლება ბეკა არ შეიძლება ხანდაგან გიო უგებს აგერ ვიდეოს ჯებს ქსენოფონტეს მონასტერს მე-16 ადგილი უკავია იერარქიით ათონის მთაზე. დოხიარის მონასტერში ქსენოფონტეს მონასტერში ესე ბილიკი მიუყვება ახლოვით ერთი საათის სავალზე. აქაც-ერია დოხიარი აქეთ არის. ესე იგი ისტორია უკავშირდება ათონის მთას შემდეგნაირად ჩვენ გვაქვს გადმოცემული რომ პირველ საუკუნეში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იმოგზაურებს კვიპროსში სანახავად პრედით აღდგინებული ლაზარისა და ქარიშხალი ვარდება უესრად და გემიმ იცვლის კურსს და მოახლოვდება ათონის მთას და ამის შემხედვარად ღვთისმშობელი ძალიან გაოცებულია ამ კუნძულით და ძალიან შეუყვარდება და ხდება წილხვედრი ადგილი ღვთისმშობლის. მე და გიო მოვედით დოხიარის მონასტერში. შემსმენელი ხატი არის. ეს არის დოხიარის მონასტრის ეზო. აი ესეთი ეზო აქვს. ახლა დაუბრუნდით მე და გიო დოხიარის მონასტრიდან რა. ესეთ ადგილზე მოძრაობ. ცოტა შაში შეიძლება იყოს რაღაც ქვეწარმავლები, მაგრამ ის ქვეწარმავლებიც კი ესეთი უწყინარები იქნებიან ალბათ. ეცა ერთად გაჩერდნენ ფოტო გადაგიღო. რომ იმას არის. სად მაურაზე? ახალი ათონება ხაზეთში. აი ზუსტად ამ მონასტრის იდენტური არის. და ტერიტორიულადაც ბუნება ზუსტად ესეთი. პანტელეიმონის მონასტერიც მოვილოცეთ. ეხლა უბრალოდ დრონის კადრს დავდებ, შიგნით უბრალოდ ვერ გადავიდე ტაძარში და მაინც იყოს ეს რა დრონის კადრი. პანტელეიმონის მონასტერს მე-19 ადგილი უკავია იერარქიით. დღეს არის მეორე დღე უკვე
ტოვებთ აქ სენოფონტეს მონასტერს. ბრუნდებით ურანოპოლისში, სადაც უკვე მამა პაისის საფლავთან მივალთ. და შემდეგ უკვე მეტეორასკენ დავიჯრებით. ჯერობით არ დამთავრებულა, მაგრამ როგორ მოგეწონა თვითონ ათონი. სასწაული იყო, სასწაული. მადლობა. ერთს მადლობა, ღმერთს. და ბედნიერი ტურისტოს. ბედნიერ მიწაზე დავაბიჯეთ. ჩვენ მოვედით მამა პაისის საფლავზე, სუროტის მონასტერში. სუროტი არის სოფელი, პატასთვის საყვარელი წმინდა მამა პაისი. ეს ლუკუმადები ხო? არსენიოს ეზნეპიდესი, სიცოცხლეში ცნობილი როგორც ბერი პაისი, დაიბადა 25 ივლისს 1924 წელს. სოფელ ფარასაში, კაბადოკია, ათონის მთის ბერძენი მართლმადიდებელი ასკეტი, სქემონაზონი და სასულიერო მოღვაწე, რომელიც ფართოდ გახდა ცნობილი თავისი სამონასტრო ცხოვრებითა და მოღვაწეობით. მისი საფლავი მდებარეობს სუროტში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში. ჩვენი ტურის მესამე დღეს გავემართეთ მეტეორაზე. ჩვენ აქედან ერთ-ერთი ყველაზე დიდი გრეით მეტეორონ მოვინახულეთ. შემდეგი პაისკა, სადაა. ულაბაში ჩავაგდოთ რამდენი კენაზო. $10 იქნება, $20 იქნება. რაც ხებს გრძნობს მეთქი და ჩემს თან მიმართება, ალბათ ყველას ეხლა. წავედი გავაღვიძე ახლა ჩვენი ბიჭები. Buenos días, mi amigos. ეს არის 25 მაისი. პლატი გადავიღოთ აქ, გადაიქით. მათი ზეგვანათე და თვალ დაუყრიბა. წავედით მეტეორაზე, ბიჭებო. ჩვენ ახლა მოვედით დიდ მეტეორას. 6 მონასტრიდან ერთ-ერთი არის დიდი მეტეორა. ავედით მოვიდა. Where are you from? America. Oh, man. How about you? We are from Georgia. Georgia. You know, what's his name? Plays for PSG. PSG Kvaratskhelia, you mean? Yes. He's the best player in the world right now. Back. ყველა ვარიანტი იყო. ეს ვარ ვინახა. აჩადან. ეს ტური იქნებოდა არა ტური. სასაული ადგილებია. აი ძველი ხელსაწყოები. ნახეთ ეს როგორია, ეს ახლა საუკუნოვანი არის რა. ყველაფერი ძალიან ძველი. საწნახელი ღვინის. აი ნახეთ. აი ყურს ეს არის. და აგერ ამასაც გადავყვი. ნახეთ მო. ასე შენახვა ღვინის პრინციპში უფრო აგებს რა. ხო. აბა რა არის შეხედი ძმაო. ბიჭებო. ახლა მივდივართ თესალონიკში. მოვილოცეთ მეტეორა. შეიხარ ყველაზე მაგარი გოლი. აქ წესით და რიგით მეტეორაზე უნდა მელაპარაკო, მაგრამ უბრალოდ დავჯექი და ეს გავახმოვანე. რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მიძლიერითა, ზეგარდმო არსნის სულითა ყნა ზეცით მონაბერითა. ჩვენ კაცთა მოგცა ქვეყანა გვაქვს უთვალავი ფერითა, მისგან არის ყოველი ხელმწიფე სახითა მის მიერით. მეტეორადან თესალონიკამდე 3 საათი დაგვჭირდა, სადაც მოვილოცეთ წმინდა გრიგოლ პალამასა და დიმიტრი თესალონიკელის ტაძრები.
გრიგოლ პალამას ტაძარი მოვინახულეთ, ახლა მივდივართ დიმიტრი თესალონიკელის ტაძრის მოსანახულებლად. აღელი სახეები, სარიკი. რამე? მოგეწონა? კი. კაი იყო. ძალიან. ჩაბა პირველი მეომარი. ერთი გადავიღოთ, აბა. ჩემო გენასო. გෞრავი დამთავრდა. მოადგილი ამბობს ალვი გიზებოს. აბა გაუმარჯოს. Just heaven.